ბარაკონი. ლოცვა ამას მდებარე არს, ეკლესიისა ამის აღმშენებელი, რაჭის ერისთავი როსტომი. ნეტარად, განსვენებლად, საუკუნოდ, იყოს ხსენება მის. ამინ. ეს არის რაჭის ერისთავის, როსტომის საფლავი, რომელსაც ააგო ეს ეკლესია 1753 წელს. სოლომონსა და ერეკლე მეორეს შორის, მას ერეკლე მეორეს ორიენტაცია ეჭირა. ის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. დეკანოზი მამა დავით გეგეშიძე გახლავთ ბარაკონის ეკლესიის წინამძღვარი. მამა დავით, ჩვენ აქ ვნახეთ, რომ არის რაჭის ერისთავის როსტომის საფლავი. თუ შეიძლება რომ მოგუყვათ ამ საერისთავოზე. კახაბერი ცნობილი მე-12 საუკუნეში უკვე, როდესაც თამარის მამობილად იყო ცნობილი, იგი განაგებდა უკვე კახაბერი რაჭის ერისთავი რაჭას და ბავშვობაში თამარ მეფეც აი აქ ხშირად იმყოფებოდა და აი შემდგომ უკვე თქვენ მოგეხსენებათ ჩხეტიძეები მოდიან ასპარეზზე რაჭის ერისთავში და ბოლოს უკვე ჩხეტიძეების შემდგომ უკვე რაჭას ბოლოს განაგებდა სახელგანთქმული როსტომ ერისთავი, რომელიც დღეს ბარაკონის ეკლესიაში დაკრძალული. როსტომმა დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეობა გასწია ჯერ კიდევ სიცოცხლეში, როდესაც იგი აი თქვენ მოგეხსენებათ ამხელა უზარმაზარი ტაძარი ააგო. რაჭაში მას ეკუთვნის იერუსალიმის დედათა მონასტერის აგება, მას ეკუთვნის ჭიათურის დედათა მონასტრის აგება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ქველმოქმედების საქმიანობას ეწეოდა. დიდი მადლობა და დამოვაცოთ. მე თვითონ დაგლოცოთ და მე თვითონ დაგახარეთ. მადლობთ.